ანომალიური მოვლენა მარტვილის რაიონში სოფელ აბედათში უცნაური ხბო დაიბადა. შინაურ ცხოველს 2 თავი, 3 ყური და 4 თვალი აქვს. ხბოს ადგილობრივებმა სახელი და გვარი შეურჩიეს 4 თვალა სამყურაშვილი. ახლა დაბადებული უცნაური ცხოველი დედამ არ მიიკარა ანომალიური შემთხვევა. ჟღარკავების ოჯახში მოხდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი ფაქტები ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა. ექსპერტები ამას კლიმატური ცვლილებები და გარემოს რადიაციული დაბინძურებით ხსნიან. უკვე მესამე დღეა ჟღარკავების ოჯახი მარტვილის რაიონის ყურადღების ცენტრში მოექცა. სოფელ აბედათში სალაპარაკო თემაც ერთია. ამ ოჯახში ბედობის დღეს 2 თავიანი, 3 ყურიანი და 4 თვალა ხბო დაიბადა. 2 თავიანი დემინარე გემევიქეთ სახში და უთხარ 2 თავიანი დაიბადა სასწავლო ხდება მე უთხარ მიშველეთ მე რაშია საქმე მე უთხარ კაცო ისე სულ გემევიქცა მე მეზობლები მოირბინა სულ აბერდა 2 თავიანი ვასილ ჟღარკავა ამბობს, რომ ასეთი რამ ჯერ არასდროს უნახავს. ოჯახის უფროსი, რომელმაც მშობიარობა მიიღო, ადრე ფერმის ბრიგადირი იყო. 4 თვალა სამყურაშვილი, ახალ დაბადებულს სახელი და გვარი სოფელმა შეურჩია და მისი ნახვაც ნახევარმა სოფელმა უკვე მოასწრო. ერთი 300-400 კაცი მოსულის, ყველა დადის, ყველა გაოცებულია. თითქმის 80 წლის კაცის მოსულა მე არ მინახია, კიდე რაღაცები, ყველა გაოცებულია. მოვედი და გაოცებული მდგევარ მე, რანაირად 3 ყური, 4 თვალი, 2 თავი. ახალ დაბადებული ხბო სუნთქავს ორივე პირიდან და სინქრონულად ამოძრავებს 3-ვე ყურს. უცნაური ხბო დედამ არ მიიკარა, ამიტომ 4 თვალა სამყურაშვილი ჟღარკავების სახლში იზრდება. მთელი ღამეები იმაში მყავს სითბოში. საათობით ვაჭმებ მე თავისი დედის რძეს, ყოველ 3 საათში ვაჭმებ. და ასე თვითონაც გძნობს როცა შია იმაშვება ფეხებს აქანავს. შეხედეთ გოჭია ვთქვათ აი უყურე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სპეციალისტების თქმით, ბოლო დროს ანომალიები დაბადებული ცხოველების რაოდენობა გაიზარდა. სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთია, სადაც პათანატომიური მუზეუმია გახსნილი. აი აგერ არის ვთქვათ 2 თავიანი ხბო, აი თქვენ ნახავთ, აი როგორ კარგად არის განვითარებული. აი აქ წინა 4 ფეხი აქვს. ეს არის 57 წელში მოპოვებული მასალა. აი ეს არის და აქეთ არის ანალოგიური შემთხვევა, მაგრამ აი განსხვავება ამათ შორის ის არის, რომ აი იქ 4 ფეხი აქვს, 2 თავი აქვს, სხვა, იქ უფრო რთული ანომალია არის. აქ 60 წლის მანძილზე 500-მდე საინტერესო ექსპონატი შეგროვდა. პროფესორი ლევან მაკარაძე უკვე წლებია ანომალიები დაბადებულ ცხოველებზე დაკვირვებას აწარმოებს. ყველაზე ხშირად მსგავსი შემთხვევები ღორებში, ძროხებში, ცხვრებში და ქათმებში ჩნდება. მეცნიერები ასეთ ფაქტებს მუტაციით ხსნიან, რაზეც სავარაუდოდ ეკოლოგიური ფაქტორები მოქმედებს. ყველაფერი გავლენას ახდენს თქვათ. ის ეკოლოგიური გარემო თქვათ. ის აი მიღებული საკვები ყველაფერი გავლენას ახდენს ორგანიზმის დაგანვითარებაზე. ასეთი შემთხვევები კვლევის საგნად რჩება. ჯერ ისიც არაა დადგენილი, შეიძლება თუ არა ანომალიის დაბადებული ცხოველის ხორცის საკვებად გამოყენება. სანამ მეცნიერები ახალი ფაქტის კვლევას შეუდგებიან, სოფელ აბედათში დაბადებული 4 თვალა სამყურაშვილი ჟღარკავების ოჯახის მფარველობის ქვეშ დარჩება.